1 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით რეცეპტის ინსტიტუტი ამოქმედდება. სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას. დავით სერგეენკომ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით მხარეებზე, რაც რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას მოხვდება. სერგეენკო საზოგადოებას მოუწოდებს უსაფუძვლო პანიკას არ ახვდნენ, რადგან ახალი პრინციპით გაცემის მიუხედავად მედიკამენტები არ გაძვირდება. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ამსრულებებით არ შეექმნება დაბრკოლება, თუ ისინი დაგვიჯერებენ და მიყვებიან იმ მარტივ წესებს, რასაც ჩვენ ვაცხადებთ. რაც შეეხება ეს მღელვარება ბოლო 2 კვირის, გარდა რიგი ფაქტორებისა გამოიწვია ზოგიერთი ფარმკომპანიის მიერ პირდაპირ არაკეთილსინდისიერმა ქცევამ და მოსახლეობის პანიკაში შეყვანამ, როდესაც ყოველად გაუმართლებელი რიგი და მარაგების შექმნა მიმდინარეობს. ცალსახად ვადასტურებ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ჯერ კიდევ 1 კვირის წინ იყო ჩვენი კლინიკები მზად და მე ვფიქრობ, რომ არანაირი რიგები, ჯერ ისედაც ჩემი პაციენტები ყველა მედიკამენტს ჩემი დანიშნულების გარეშე ისედაც არ იღებდნენ, ხო? და შესაბამისად აქედან გამომდინარე შეიძლება პირველი 1 კვირა იყოს რაღაც გაუგებრობა, შეიძლება რაღაც შევსების პრობლემა იყოს, რომელიც თანდათან ნელ-ნელა ალბათ დავაგრძელოთ. რეცეპტის ინსტიტუტის განახლება, ამ შემთხვევაში სისტემის განახლებამ და დანერგვას ძალიან პოზიტიური შედეგები მოყვება. ეს ექიმის საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, აუცილებელი ნაწილია თანაც, იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ თვითმკურნალობა, თავიდან ავიცილოთ წამლების არარაციონალური გამოყენება, თავიდან ავიცილოთ იგივე ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში წამლების უსარგებლო გამოყენებამაც.